წმინდა ანდრია კრიტელის საგალობელი დიდი მარხვის პირველსავე კვირას 4 დღის განმავლობაში იკითხება. ის ჩვენს წინაშე განაცხადებს ცოდვის სიმძიმეს და სულს ერთდროულად სინანულითა და იმედით ავსებს. ამ საგალობელში ბიბლიური სახეები და მოვლენები წარმოდგენილია როგორც ადამიანის პირადი ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ტრაგედია. კანონი ცოდვის სიღრმის შეცნობით გამოწვეული გოდებით იწყება. პირველი გალობა. ვინა ვიწყომე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო, ქრისტე, გოდებისა ამის. მართლაც ძნელია შეუდგე სინანულის ხვაწლს. აქ უმთავრეს სირთულეს ცოდვათა სიმრავლე და სიმძიმე წარმოადგენს. პირველი საქმე აღსარებაა, როცა სული ხორცთათანა წარსდგება ღვთის წინაშე და დაარღვევს დუმილს, იჯმენ პირველი სამის უსიტყვებისაგან. აქ უსიტყვებაში ისიც იგულისხმება, რომ ცოდვილ ადამიანს ღვთის წინაშე თავის გასამართლებელი სიტყვები არ აქვს. ხოლო მას შემდეგ, რაც სინანულს მოიპოვებს, გარკვეულწილად სიტყვას მიუგებს შემოქმედს და მის წინაშე აღიარებს ცოდვებს. ცოდვით დაცემის ისტორია ჩვენი ადამიანების სულიერი ისტორიაა. ყოველი კაცი ადამს გავს. იგი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უმეგობრდება ცოდვას. ის ოდესმე მაინც მიხედავს ეშმაკს, ანუ დაემორჩილება მის ნებას და როგორც ოდესღაც პირველქმნილი დედაკაცი ცოდვით დაეცემა ჭამადით და მაგვდინებელით. თავად ევა კი, რომელმაც ცნობადის ხის ნაყოფი იხილა, ღვთის შემეცნებისაგან განშორებული ადამიანის ვნებული ხორცის სახეა. ზოგადად ორშაბათის კანონის პირველსა და მეორე გალობაში ადამისა და ევას ცოდვით დაცემა და ყოველი კაცის ცხოვრებაში ამ მოვლენების ანარეკლი აისახება. ადამისა და ევას ისტორია სისხლხორცეულად უკავშირდება თითოეული ჩვენგანის პირად ისტორიასა და ცხოვრებას. ყოველი ადამიანი არაერთი მსგავსი დაცემისა და კვლავ აღდგომის გზით მიდის ღვთისაკენ. და რას წარმოადგენდა ადამიანის შექმნამდე? ის მხოლოდ მიწადამტვერი იყო. დაუფალმა იგი განუზომელი სიყვარულის გამო არყოფნიდან ყოფობაში მოიყვანა. სწორედ ამაზე მიუთითებს ტროპარი. პირველ შექმნილსა ადამიანს გარდასვლით ავებაძვე და ვაგრძენ სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა დაცემათა ჩემთათვის. ადამის ცოდვის თანამონაწილეა ევაც. ჰოი უბადრუკო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას, რამე თუ მიხედე და იწყალ შენ წარეთ და შეეხე ხესა და სჭამე ყოლა წარმდებად ჭამადი მაგვდინებელი. იმისათვის, რომ პირველი ადამიანები უფლის მორჩილებაში გამოცდილიყვნენ, სამოთხეში კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხე დაინერგა. მორჩილებას სულიერი განმტკიცება უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ პირველმა ადამიანებმა ვერ გაუძლეს გამოცდას. ევა გველმა დაარწმუნა, რომ თუ ისინი ცნობადის ხის ნაყოფს იგემებდნენ, ყოვლის მცოდნენი და უფლის თანასწორნი გახდებოდნენ. ევამ მიიღო კველის სიტყვა. მას უფალთან გათანასწორების სურვილი გაუჩნდა და დაავიწყდა მცნების დარღვევა სიკვდილს რომ მოუტანდა. მართლაც ყველა ადამიანს, რომელიც მცირედ მაინც ადევნებს თვალს საკუთარ სულიერ ცხოვრებას, შეუმჩნევია ეს მდგომარეობა, როდესაც მას რომელიმე ნება შეიპყრობს, რაიმე ძაფრის სურვილი და ლტოლა გაუჩნდება, თითქოს ავიწყდება ყველა შედეგი და საფრთხე, რომელიც აშკარად დაღუპვას უქადის და მხოლოდ ცოდვის აღსრულების შემდეგ ახსენდება და ზოგჯერ უკვირს კიდეც, როგორ დაუშვა, რომ ასე დაეცა, როგორ დაუშვა, რომ ასეთ საფრთხეში ჩაიგდო თავი. ისიც ხდება, რომ ერთი და იგივე ცოდვით ადამიანი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ეცემა. გონს მოსული იგი მიტევებას თხოვს უფალს და დარწმუნებულია, რომ ამ ცოდვას აღარასოდეს გაიმეორებს, მაგრამ შემდეგ ბოროტი კვლავ უგნელებს გონებას. ცოდვის დაცემის შემდეგ ადამსა და ევას თვალები აეხილათ, მაგრამ მათ კეთილი და ბოროტი ისე ვერ შეიცნეს, რომ ბოროტს არ დამონებოდნენ. მეორე გალობა. მომხედენ მე მოწყალეთა თვალითა, ვითარცა სახიერმან და მიითვალე აღსარება ჩემი. ევედრება ცოდვილი კაცი ღმერთს. ამიტომ მას კარგად ესმის, რომ მიტევების და ცოდვისაგან გამოხსნის საფუძველი არის არა მისი პირადი ღვაწლი,
არამედ ღვთის განუზომელი მოწყალება. შეგწოდე შენ უფრო ის ყოველთა კაცთა, ხოლო მან განგარისხე, არამედ ღვთაებრ მაცხოვნე ქმნილი შენი. ღვთის მიერ მადლის ჭურჭლად შექმნილი ადამიანის სხეული იბილწება ცოდვით და ღვთის მიერ სიყვარულით ბოძებული ხატება და მსგავსება იბღალება ადამისა და ევას მიერ უფლებისაგან ბოძებული თავისუფლების ბოროტად გამოყენებით. მიწიან მყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივმეცა. ამიტომ ღვთისგან დაშორებული ადამიანი ღვთის მადლისაგან განძარცული განსაკუთრებულად მძაფრად გრძნობს საკუთარ სიშიშვლეს. განვძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველიდან მიქსოვა ღმერთმან და ვზე მე შიშველი. მესამე გალობაში ნახსენებია საღვთო ისტორიიდან ცნობილი უდიდესი დაცემები, რომელიც სინანულითა და ღვთის უსაზღრო გულმოწყალებით აღიხოცა. ამიტომ ხშირად იხსენიება ლოტი, როგორც ცოდვისაგან განრიდებისა და საოცარი გადარჩენის სიმბოლო. თად აღისწრაფე შენ, ჰოი სულო, ვით არ იგი პირველლოდ და სეგორს შეესწარ დაქცევასა. ამიტომაც ძლიერდება, ლოცვავედრება და ცოდვილი სული ბოლომდე უფლის გულმოწყალებაზე ამინდობილი, რადგანაც საკუთარ თავში და ცხოვრებაში ბოროტი დაცემების გარდა ვერაფერს ხედავს. მე მხოლო მან ვსწოდე შენ დამი, მე ვსწოდე უფროს კაცთა, ქრისტე მაცხოვარ, ნუ დამაგდებ მე. აქ ცოდვების აღიარება, მომდევნო ტროპარი იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსად შეცნობა, ხოლო თვით საგალობელი გადარჩენისა და ცხონების გულწრფელი სურვილი. ჰოი მწყემსო სახიერო ქრისტე, მომიძიე ცხოვარი და ცდომილსა ნუ გულებელს მყოფ. მეოთხე გალობა აღსარება. აქ ცოდვათა მრავალგვარობა აშკარავდება. ცოდვები გონებით და სიტყვით და მოგონებებით, ნებით და ჯერჩინებით აღესრულება. აქ კვლავ თანდათანობით შემოდიან ძველი აღთქმის სახეები და ცხადდება თითოეული მათგანის სულიერი მნიშვნელობა. აქვე იხსენიება მამამთავარი იაკობი, რომლის მიერ ხილული კიბე სულიერ და ცნობიერ სიმაღლეს მოასწავებს. ამ კიბეზე ასვლა მხოლოდ განწმენდილ და განახლებულ სულს შეუძლია. იაკობ მამამთავრის ორი ცოლი, ლეა და რაქელი, ორ სათნოებას გვასწავლის. ლეა როგორც მრავალშვილიანი შრომის სახეა. რაქელი როგორც ჭირმრავალი სახეა შემეცნებისა, გონიერებისა. ორ მეუღლედ გულისხმაყვენ საქმე და ხედველი ცნობად. ლია ვითარცა შვილმრავალი საქმედ და რაქილ ვითარცა ჭირმრავალი ცნობად. რამე თუ თვინიერ შრომისა, არცა საქმე, არცა ხედვა და ცნობა, წარემართების სულო. მეხუთე გალობა. ბიბლიური ისტორია გრძელდება და იხსენიებიან უკვე იაკობის ვაჟები. რუბენი ცოდვილი სულის ერთ-ერთ დამღუპელ ნებასავლენს. მან მამამისის მხეველთან შესწოდა და ამის გამო მკაცრადაც დაისაჯა. პირმშოვება წაერთვა და მის ძმას იუდას გადაეცა. თუმცა რუბენი არის ერთადერთი ძმებს შორის, რომელიც წინ აღუდგა იაკობის ვაჟებს, როდესაც მათ იოსების დაღუპვა განიზრახეს. მსგავს ვიქმენ რუბენისა მე დახსნილი და ყოვლად უსამართლო და უსჯულო განზრახვა ხავ ღვთისათვის მაღლისა და უმძლავრე საწოლსა ჩემსა, ვითარცა მან მამისასა. გამოდის, რომ კეთილის აქციელის მიუხედავად მძიმე ცოდვა კისრად ადევს რუბენს და გამოსყიდის გარეშე იგი ვერ გამართლდება. მეცა გავყიდე ნაყოფი სიწმიდისა და უბიწოებისა, მწარედ მოთქვამს ცოდვილი. კაცი კი საკუთარ თავს იოსების გამყიდულ ძმებს ადარებს. იოსების ტანჯვა მაცხოვრის გამომხსნელი და მაცხოვნებელი ბნების წინასახეა.
მიცვალე მեղმერთად დილითა წყალობითა შენითა დამრავლითა მოწყალე მეექვსე გალობაში დათანი და აბირონი იხსენიებიან. განუდეგ შენ სულო უფალსა შენსა დათან და აბირონისაებრ გარნახმობდი. მიხსენ ჯოჯოხეთი თქვესკნელით, ნუ უკვე ღრმამან დანახეთქმან დაგფაროს. უდაბნოში გატარებული 40 წლის განმავლობაში ისრაელი არაერთხელ აუჯანყდა მოსესა და აარონს. დათანი და აბირონი, რომელნიც კორესთან ერთად ამხედრდნენ, რუბენის ტომისანი იყვნენ. ძმებს იმედი ჰქონდათ, რომ რუბენის მიერ დაკარგულ პირმშოებას დაიბრუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წესით კარგად უნდა დაენახათ მოსესთან დაპირისპირება ღვთის წინააღმდეგ აღდგომას რომ ნიშნავდა, ძმები ოჯახებთან ერთად მიწამს თანთქა და მათი მაგალითი იქცა გაფრთხილებად მათთვის, ვინც ურჩობის ვნებით არის შეპყრობილი. მეშვიდე გალობა. ორშაბათის კანონის მეშვიდე გალობაში იხსენიება ისრაელის პირველი მეფე საული, რომელიც ბენიამინის მოდგმიდან იყო. იგი სამუელ წინასწარმეტყველს მაშინ შეხვდა, როდესაც მამის დავალებით დაკარგულ სახედრებს ეძებდა. სამუელმა ისტუმრა ჭაბუკი და განუცხადა, რომ მისი ხვედრი მეფობა იყო. შემდეგ კი ზეთის ცხომას და ისრაელის მეფე უწოდა. საღვთო სულით აღსებულმა საულმა დაივიწყა პირუტყვი და საქონელი და სამეფო საქმეთა აღსრულებას შეუდგა. წარწმიდნა რა ოდესმე საულ კარაულნი მამისანი, სულო გარეწარ საქმედ მეფობა, პოვა ძებნასა შინა. ხოლო შენ ხრიდე, ნუ სადა აღირჩივნე სუფევასა ქრისტესსა, უსიტყურნი გრთომანი. თუმცა ასე როდი იქცევა ცოდვას დამონებული სული. ის იმდენად არის მიწიერ საზრუნავს მიჯაჭვული, რომ ვერ ახერხებს დაივიწყოს მიწა და საქონელი და საღვთო სიხარულს და ღმერთთან ყოფნის ბედნიერებას ეზიაროს. მერვე გალობაში განსაკუთრებულად იხსენიებიან ილია და ელისე წინასწარმეტყველები და ასევე ამ ეპოქის ხელისუფალნი, რომელნიც მტრობდნენ და დევნიდნენ წინასწარმეტყველებს. ნახსენებია შიმშილობა, რომელიც ისრაელს მოევლინა ილიას სიტყვის მიუღებლობის გამო. ხორციელი შიმშილი კი ამ შემთხვევაში სულიერი შიმშილის სიმბოლოდ მიიჩნევა. სულიერი შიმშილი იმ ადამიანის ხვედრია, რომელმაც ლოცვა დაივიწყა, უფლის მცნებებს არ იცავს და წმინდა საიდუმლოებებში არ მონაწილეობს. ილია წინასწარმეტყველმა ხორციელი ცხოვრება ენოქის მსგავსად დაასრულა. იგი ცეცხლოვანი ეტლით ავიდა ზეცად. ეტლთან მფლობელი ილია ეტლითა სათნოებათა აღხდა რეცა ზეცად და მიწიერი კაცი ზესთა ექმნა ჰაერსა. ახსვლას ამას მისსა იხსენებდი შენ, სულო ჩემო. მან თავის მოწაფეს ელისე წინასწარმეტყველს თავისი ხალენი უბოძა. ეს ხალენი ელისეს იმ ვედრების შედეგად ერგო, რომელიც უფალს შესწირა და ილიასგან მრჩობლი, ანუ გაორმაგებული მადლი ითხოვა. ამ ხალენით ელისემ იორდანეს წყალი განაპო. ელისე ოდესმე შემწყნარებელმა ილიას ხალენის ამან მიიღო მრჩობლი მადლი უფლისა მიერ. ხოლო შენ, სულო ჩემო, არაზიარ იქმენ მადლის ამის უწესოდ სვლით. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხალენი უძველესი დროიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს და ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ
უდიდეს სიწმინდეთ მიიჩნევა. მიცვალე მერმერთა დიდითა წყალობითა შენითა მეცხრე გალობა. დამოწყალე მეცხრე გალობაში ვკითხულობთ. მიგითხარ შენ მოსესის სოფლის შესაქმე, ჰოი სულო, რომლისა მიერ ყოველივეს ჯულისა წერილი გვაუწყეში, მართალთა თანა ცრუნი. ხოლო შენ შემდგომთა ბაძავ, უდებო, არა პირველთა მათ ღვთისა მიერ უგუნურ ქმნითა და აგრეთვე. სჯული მოუძბურდა და ურგები ქმნა სახარება, ხოლო წერილნი ყოველნივე ცუდ მაშვრალ, წინასწარმეტყველნი უქმდა ურგებ სწავლისა სიტყვა, რამე თუ წყლულნი შენი სულო, გამრავლდეს არა ყოფითა კურნება ჩემძლებელისად. რას ნიშნავს ეს სიტყვები? სჯული მოუძბურდა და ურგები ქმნა სახარება. რჯული არის ის, რისი საშუალებითაც გამუდმებით ცდილობს უფალი ფეხზე წამოაყენოს დაცემული ადამიანი. მაგრამ სულს თავად არ შეუძლია შეიწყნაროს რჯული. სწორედ ამიტომ იხსენიება ის უძლურად, ხოლო სახარება ურგებად. მაგრამ ეს ურგებობა და ცუდმაშვრალობა, როგორც ვნახავთ, დროებითია. ყოველივე შედეგია იმისა, რომ კაცი სულში არ სუფევს ღმერთი, რომელიც მას განკურნავს. ამიტომაც იქმნება ასეთი საშინელი სურათი. ამიტომ მეცხრე გალობაში განსაკუთრებულად ხშირად იხსენიება მაცხოვარი სოფლისა ქრისტე და მისი გამოხსნელი სწავლება. აღლისა წიგნისათა მოგართვა მკვალად სახეთა, უმყანებელთა შენთალ მობიერად, მართალთა ბაძვეთ სულო და ცოდულთა თანა წარხეთ და მოწყალე ხავ ქრისტე ღმერთი მარხვით და ვედრებითა, განგრძალვითა და სიწმინდით.